დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია. ხშირი და გავრცელებული დაავადებები ქათმებში. ქათმების ყველაზე ხშირი დაავადებებია კოქციდიოზი, ეს პარაზიტული დაავადება, რომელიც აზიანებს ნაწლავებს და იწვევს დიარეას, წონის კლებასა და სიკვდილიანობას. განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა ქათმებში. ნიუკასლის დაავადება, ეს ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს სასუნთქ, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებს. იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ნერვულ მოვლენებს, დიარეას და სიკვდილიანობას. ინფექციური ბრონქიტი, ეს ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს სასუნთქ სისტემას. იწვევს ხველას, ცემინებას, სუნთქვის გაძნელებას და კვერცხის წარმოების შემცირებას. გამბოროს დაავადება, ინფექციური ბურსიტი, ეს ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას. იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ზრდის ქათმების მგრძნობელობას სხვა დაავადებების მიმართ. მიკოპლაზმოზი, ეს ბაქტერიული დაავადება, რომელიც აზიანებს სასუნთქ სისტემას. იწვევს ხველას, ცემინებას, სუნთქვის გაძნელებას და კვერცხის წარმოების შემცირებას. სალმონელოზი, ეს ბაქტერიული დაავადება, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. იწვევს დიარეას, წონის კლებასა და სიკვდილიანობას. კოლიბაცილოზი, ეს ბაქტერიული დაავადება, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ და სხვა სისტემებს. იწვევს დიარეას, წონის კლებას, სიკვდილიანობას და შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი. აუცილებელი ვაქცინაციები და მათი ვადები. ვაქცინაცია ქათმების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურაა, რომელიც ხელს უწყობს მათ დაცვას სხვადასხვა დაავადებებისგან. ვაქცინაციის გრაფიკი შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის, ფერმის პირობებისა და დაავადების გავრცელების მიხედვით. ზოგადად, შემდეგი ვაქცინაციებია რეკომენდებული. მარეკის დაავადება, ეს ვაქცინა კეთდება ახალგამოჩეკილ წიწილებზე, პირველ დღესვე. ნიუკასლის დაავადება, პირველი ვაქცინაცია კეთდება 5-7 დღის ასაკში, მეორე 3-4 კვირის ასაკში, ხოლო შემდეგი ყოველ 3-4 თვეში ერთხელ. ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს თვალში ჩაწვეთებით, სპრეით ან სასმელ წყალში გახსნით. ინფექციური ბრონქიტი, პირველი ვაქცინაცია კეთდება 5-7 დღის ასაკში, მეორე 3-4 კვირის ასაკში, ხოლო შემდეგი ყოველ 3-4 თვეში ერთხელ. ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს სპრეით ან სასმელ წყალში გახსნით. გამბოროს დაავადება, პირველი ვაქცინაცია კეთდება 10-14 დღის ასაკში, მეორე 3-4 კვირის ასაკში. ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს სასმელ წყალში გახსნით. ინფექციური ლარინგოტრაქეიტი, ვაქცინაცია კეთდება 6-8 კვირის ასაკში. ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს თვალში ჩაწვეთებით ან სასმელ წყალში გახსნით. ქათმის ყვავილი, ვაქცინაცია კეთდება 6-8 კვირის ასაკში. ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს კანქვეშ ინექციით. მიკოპლაზმოზი, ვაქცინაცია კეთდება 10-12 კვირის ასაკში. ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს კანქვეშ ინექციით. მოვლის წესები და რჩევები. სათანადო კვება, ქათმებს უნდა ჰქონდეთ დაბალანსებული საკვები, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს. საკვები უნდა შეესაბამებოდეს ქათმების ასაკსა და ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის კომბინირებული საკვები. სუფთა წყალი, ქათმებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომი სუფთა და გრილი წყალი. წყლის ჭურჭელი რეგულარულად უნდა გაირეცხოს და შეიცვალოს. სუფთა სათავსო, ქათმების სათავსო უნდა იყოს სუფთა და მშრალი. იატაკი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს და შეიცვალოს. სათანადო ვენტილაცია, ქათმების სათავსო კარგად უნდა ნიავდებოდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ამიაკის დაგროვება და სხვა მავნე აირები. საკმარისი ფართი, ქათმებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ფართი გადასაადგილებლად და საძოვრად. გადატვირთულობა ზრდის დაავადებების გავრცელების რისკს. კარანტინი, ახალი ქათმები უნდა მოთავსდეს კარანტინში რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი ჯანმრთელები არიან. რეგულარული შემოწმება, ქათმები რეგულარულად უნდა შემოწმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნებისმიერი ცვლილება ქცევაში ან გარეგნობაში უნდა იყოს ყურადღებით შესწავლილი. ბიოუსაფრთხოება, დაიცავით ბიოუსაფრთხოების წესები, რათა თავიდან აიცილოთ დაავადებების შეტანა ფერმაში. ეს მოიცავს ფეხსაცმლის დეზინფექციას, ხელების დაბანას და ფერმაში შესვლამდე სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებას.
პარაზიტების კონტროლი, რეგულარულად შეამოწმეთ ქათმები ექტოპარაზიტებზე, მათ ტკიპები, ტილები და ჩაატარეთ შესაბამისი მკურნალობა. მიმართეთ ვეტერინარს რჩევისთვის, თუ შეამჩნევთ რაიმე დაავადების ნიშანს. გამოიყენეთ პროფილაქტიკური ზომები, როგორიცაა ვაქცინაცია, სათანადო კვება და ჰიგიენა, რათა დაიცვათ თქვენი ქათმები დაავადებებისგან. გამოიყენეთ მხოლოდ ლიცენზირებული ვეტერინარული პრეპარატები. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.